ორიოდე სიტყვით მე მინდა მოგახსენოთ იმ საკითხთან დაკავშირებით, იმ პათოლოგიასთან დაკავშირებით, რასაც ქვია ვარიკოცელე, მარცხენა მხრივი, რომელიც გაცილებით უფრო ხშირ შემთხვევაში გვხვდება და რაც შეეხება ვარიკოცელეს მარჯვენა მხრივ ხარეს შეიძლება 2-5%-ში შეხვდეს მოსახლეობის, ასე ვთქვათ და შეიძლება ესეც იქნეს გამოკვლეული იმ დროს, როდესაც არის კვლევა მამაკაცის სპერმის ანალიზის, მისი უნაყოფობის, ასე შემდეგ და თორე პაციენტმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ეს პრობლემები მას ახასიათებს. ეხლა მე მინდა ჩავღრმავდე იმასთან მიმართებაში, რასაც ქვია პამფილოგენური ვენები, სკროტალური ვენები, მაღლივი ვენები, მაღლივი ვარიკოცელე, რასაც ქვია პამფილოგენური ვენების დისფუნქცია, ვეგეტატიური და ასე ვთქვათ მეტაბოლური მექანიზმები, რომელიც ურთიერთგამაძლიერებთან მოქმედებენ და ქმნიან პათოლოგიურ ციკლს, რომელშიც ჰიპოქსია, ოქსიდაციური სტრესი და მეტაბოლური დისბალანსი ერთობლივად ააქტიურებს აპოპტოზურ გზებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება FAS CD95 კვლელ უჯრედებს და მათზე დამოკიდებული აპოპტოზური სიგნალების გაძლიერებას, რაც იწვევს სპერმატოგენური უჯრედების აპოპტოზ ყდომას, ნაადრევ განადგურებას, DNM-ის ფრაგმენტაციის დასა და სპერმატოგენეზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების დაქვეითება. საბოლოო ჯამში პამფილოგენური ვენების დისფუნქცია წარმოდგენილია როგორც სპერმატოგენეზის დარღვევის ცენტრალური ტრიგერული მექანიზმი. ჩამრთველი მექანიზმი, რომელიც ვენური ჰემოდინამიკის მოშლის ავტონომიური დისრეგულაციისა და ბიოქიმიური მეტაბოლური დისტაბილიზაციის გზით იწვევს სათესლეების მიკროგარემოს კომპლექსურ დარღვევასა და მამაკაცის რეპროდუქციული პოტენციალის შემცირებას. აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად პაციენტმა არ იცის თუ რა მდგომარეობაა მასთან მიმართებაში, რა იწვევს ამ დაავადებას, რა იწვევს იმას, რომ მისი სპერმატოგენური ხარისხი იყოს შემცირებული და მით უმეტეს ეს თუ კიდევ დაკავშირებული არის ჰიპერგიდროსთან, როგორც დღის, ისევე ღამის, გაცილებით კიდევ უფრო რთულდება ამ ყველაფერთან მიმართებაში მუდმივად და ძალიან ხშირად ცვალებადი არის სპერმის ხარისხი და ის მეერყეოს ნორმიდან სხვადასხვა ხარისხის პათოსპერმიამდე.